რა უნდა იცოდეთ ახლა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა ამ თემით თუ რა უნდა იცოდეთ ახლა. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. Ახლავე დავარიგებ თქვენთვის ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ვნახოთ, აბა რა უნდა იცოდეთ ახლა, რა უნდა იცოდეს ახლა. როდესაც ეს ვიდეო შეხვდა პირველმა ვარიანტმა და რა უნდა იცოდეთ ახლა მეორე ვარიანტმა. ასე ქვებსაც დავამატებთ ახლავე მეგობრებო. ერთი წუთით პირველი ვარიანტი მოდით იყოს ამეთვისტო და მეორე ვარიანტი ვარდისფერი კვარცი. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში, ასევე გთხოვთ რომ ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონოთ ეს პოსტი, მოიწონეთ ეს ვიდეო, რადგანაც საჯარო გაშლები არის უფასო. დავაბალანსოთ ენერგიები. კომენტარების სახით, ლაიქების სახით, თქვენ როგორც გაგეხარდებათ. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ შემთხვევაში ვნახოთ რა უნდა იცოდეთ. და აქ გამოვიდა არკანი კვერთხების მეთქით ასების ტუსი მეგობრებო და ნახეთ არის გამოსახული კოშკი. უფროს არკან კოშკს გავს, მისი რეფერენსი არის აშკარად. და ნახეთ პირველ რიგში უნდა იცოდეთ ის რომ ემოციებზე და ტოქსიკურ პოზიტივზე მომინდა საუბარი ამ არკანს რომ ვუყურებ. იცით რა არის ტოქსიკური პოზიტივი? ამის შესახებ აუცილებლად ცალკე პოსტსაც გავაკეთებ ამ დღეებში. რა არის ტოქსიკური პოზიტივი მეგობრებო? ალბათ ძალიან ბევრჯერ გსმენიათ ადამიანებისგან ბანალური ფრაზა უბრალოდ დაიკიდე, მოგვარდება, ამას უბრალოდ დრო სჭირდება, ეგრე სერიოზულადაც ნუ უყურებ და ასე შემდეგ. და თქვენ წარმოიდგინეთ და გარკვეულ სიტუაციებში ეს რჩევები ნამდვილად მუშა არის და ნამდვილად საჭირო არის. დიახ, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რაღაც სიტუაციებში, რაღაც მომენტებში ნამდვილად საკმაოდ სწორი და საჭირო რეკომენდაციებიც კი არის, მაგრამ იმდენად ხშირად ეს რჩევები ჩვენ არ გვჭირდება როგორც გქონია. და იცით რა არის კიდევ? ემოციები გვაქვს ყველა ადამიანს, ხო? ყველანი ვართ ცოცხალი არსებები, ცხოველებსაც აქვთ ემოციები და ადამიანებს აქვთ და აქვთ, ხო? მithumetes. და იცით, გასაგები არის ის, რომ ხანდახან გვინდა რაღაცებს შევხედოთ უფრო პოზიტიურად, გვინდა რომ გამოვიჩინოთ მადლიერება სამყაროს მიმართ, ამაში ცუდი აბსოლუტურად არაფერი არ არის, პირიქით ეს არის ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალურად სწორი მიდგომა. თქვენ წარმოიდგინეთ და როდესაც ცუდად ვართ, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ და მაინც ვცდილობთ რომ ვიყოთ მადლიერები, გავიხსენოთ ის რისთვის ვართ მადლიერები, ესე ძალიან კარგი არის. მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნეგატიური ემოციები არაფერს ნიშნავს. თქვენ შეიძლება თავს ძალიან ცუდად გრძნობდეთ, ძალიან უბედურად გრძნობდეთ თავს, იყოთ გაბრაზებული სამყაროზე, იყოთ გაბრაზებული საკუთარ რეალობაზე, საკუთარ თავზე, მაგრამ მაინც ლოცულობდეთ და მაინც ამბობდეთ, რომ აი მადლობა სამყარო იმისათვის, რაც მაქვს. და მაინც ახსენებდეთ საკუთარ თავს, რომ რაღაცეები სულაც არ არის აუცილებელი რომ იყოს თქვენს რეალობაში. და ნახეთ მეგობრებო, თქვენ ნეგატიურ ემოციებს ხანდახან აქვს ადგილი. ადამიანს გააჩნია ემოციები. ადამიანის ნებისმიერი ემოცია არის ბუნებრივი. ბრაზი, წყენა, მოწყენილობა, ნეგატივი. ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ემოციებში უკაცრავად, მაგრამ ვერავინ ვერ იქნება და ვერ ვიქნებით. კი, ზოგი ბრჭყალებში გურუკი გვეუბნება, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი, იფიქრე პოზიტიურად, არასნაირი ნეგატივი, არასდროს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მეგობრებო,
ყოველთვის პოზიტიურები ვერ ვიქნებით, გავიმეორებ. ყველას აქვს ძალიან ინდივიდუალური ემოციური ფონი, ყველას აქვს ინდივიდუალური სამყაროისეული აღქმა და ზოგი ადამიანისთვის ეს შეუძლებელია და ზოგი ადამიანისთვის მეცაც ვიტყვი ნებისმიერი სახის ბრჭყალებში პოზიტიური და დადებითი ემოციები, ენერგიები არის საწამლავი. ზოგი ადამიანისთვის დიახ პირდაპირ საწამლავია. თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, ხო? და ხანდახან ადამიანს უბრალოდ სჭირდება დრო იმისათვის, რომ ამოუშვას და გადახარშოს, გადაამუშავოს საკუთარი ნეგატიური ემოციები. ადამიანს არ ვიცი, რაღაც დაემართა, რაღაც მელანქოლია მოაწყო, არ ვიცი. რაღაც ცუდი ემოციები, ცუდი ფიქრები, შეიძლება რაღაც გარე მიზეზი არ იყოს, ხო? მაგრამ მოაწვეს რაღაც ნეგატიური ემოციები. მოაწვა ადამიანს, ადამიანია. და უბრალოდ არ შეუძლია რომ იყოს კარგ ხასიათზე, არის უბრალოდ ცუდ ხასიათზე. და თან პლუს ამასთან ერთად საკუთარ თავს იდანაშაულებს ცუდ ხასიათზე რატოა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ასე ბრწყინვალედ და გადასარევად არის. არა მეგობრებო, არ უნდა დაიდანაშაულოთ თავი. ხართ მოწყენილად, იყავით მოწყენილად. გრძნობთ თავს ცუდად, ნეგატიურად, იგრძენით, მეგობრებო, მიეცით საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ იგრძნოთ და გამოიცხოვროთ ეს ემოციები. ყველა ემოცია საიდანღაც მოდის. ყოველი ემოცია არის სიგნალი იმისა, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს თქვენს რეალობაში, თქვენს ფიქრებში, ხო? სადღაც გადაუხვიეთ, შესაძლოა ოდნავ გადაუხვიეთ გზას. სადღაც შეიძლება უბრალოდ გადაიღალეთ. ესეც სავსებით შესაძლებელია, რომ არაფერი ცუდი არ ხდება, მაგრამ ინფორმაციულად გადაიღალეთ. ზედმეტად ბევრი სკროლეთ სიტყვაზე ვთქვათ. და ნახეთ აქ თქვენთვის ეს არის მთავარი მესიჯი, რომ აძალებ საკუთარ თავს იყო ზედმეტად პოზიტიური მაშინ, როდესაც ამის ძალა და ენერგია არ გაქვს. მიეცი საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ ჩაიხედო საკუთარ თავში და შეიგრძნო ემოციები და ნახეთ დასტის ძირზე მყავს არკანი კოშკი. ხედავთ? შეხედეთ. მიეცით საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ იცხოვროთ თქვენი ემოციები. გამოხატეთ საკუთარი თავი. გენატრებათ ადამიანი, გაქვთ ადამიანის მიმართ სიმპათიები, გრძნობები, გამოხატეთ საკუთარი თავი, ზედმეტად იწვალებთ. ზედმეტად იწვალებთ საკუთარ თავს და ზედმეტად ირთულებთ ცხოვრებას პირდაპირ გეუბნებით. ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება და ზედმეტად წელავთ სიტუაციებს და ირთულებთ ცხოვრებას. სულ ეს არის თქვენთვის მესიჯი პირველი ვარიანტი. ასე ერთი არკანით გვაჯახა ფაქტობრივად პირველი ვარიანტი სამყარომ ყველაფერი. მეორე ვარიანტი თქვენთვის რა ხდება? პენტაკლების დედოფალი ამოვიდა. პირველ რიგში პენტაკლების დედოფალი ეს არის ძალიან ნაყოფიერი ქალი, ეს არის ქალი ძალიან დაცული, ძალიან მაგიური, იმიტომ რომ პენტაკლი არის მაგიური სიმბოლო, რომელსაც ახლა ძალიან ბევრი თქვენგანი ხედავს ჩემს მაგიდაზე, ხო? პენტაკლი არის 4 სტიქიისა და ადამიანის ნების, ადამიანის ასე ვთქვათ, თავისუფლების გაერთიანების სიმბოლო, ამასთან ერთად დაცვის სიმბოლოც და პენტაკლების დედოფალი აქ თქვენ გეუბნებათ იმას, რომ პირველ რიგში უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ რეალურად არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა დაკავებული ეზოთერიკით, ყველა ქალი, ვიცი მამაკაცებიც მიყურებთ, მაგრამ ყველა ქალი აი თქვენ ახლა ვინც მამაკაცები ხართ თქვენს, რა თქმა უნდა, თქვენშიც არის რაღაც გარკვეული მაგიური ძალა, მაგიური ენერგია, თუნდაც მცირედი, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა ქალი, განსაკუთრებით ქალებო მისმინეთ, არის ჯადოქარი. დიახ, ასე თუ ისე ყველა ქალს გააჩნია ჯადოსნური ენერგიები, იმიტომ რომ ყველა ქალს შეუძლია სიცოცხლის შექმნა. და ნახეთ დასტის ძირზე უფროსი არკანი მაგი მყავს. რას გეუბნებოდით? ჩემი კოლეგები, ვინც მიყურებთ, აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გეუბნებათ იმას, რომ თქვენი მაგიური ძალა და შესაძლებლობები ახლო მომავალში აუცილებლად გაძლიერდება. ასევე აქ მოდის ასეთი შეხსენება, რომ თითქოს აქ სამყარო ცოტათი გილაწუნებთ და ცოტათი გახსენებთ, რომ აი ახლა თავი ხელში აიყვანე და გაიხსენე რომ ხარ მაგი, გაიხსენე რომ ხარ ჯადოქარი. ეს რა თქმა უნდა ჩემი კოლეგებისთვის მოდის რაღაც მომსგავსი მესიჯი.
და ასევე დავამატებთ იმას, რომ თუ თქვენ გქონდათ რაღაც გარკვეული, ან გაქვთ რაღაც გარკვეული ფინანსური პრობლემები, ან პრობლემები ჯანმრთელობის კუთხით, ან თავს გრძნობთ დაუცველად, ხო? აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ დაცული ხართ, ჯანმრთელობის პრობლემებიც აუცილებლად მოგვარდება და ფინანსური პრობლემებიც აუცილებლად მოგვარდება. თუ ასეთი რაღაც ფიგურირებს, რა თქმა უნდა. მოდით კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა უნდა იცოდეს ახლა მეორე ვარიანტმა. არკანი თასების კი არა, პენტაკლების ათიანი. მეგობრებო, პენტაკლების დედოფალი და პენტაკლების ათიანი და ღმერთო ჩემო, შეხედეთ მეგობრებო, რა დამემართა. შეხედეთ. თავისით გადახტა, რასაც ქვია, ამდენი არკანი. და არკანის სამართლიანობა გადმოტრიალდა მხოლოდ ჩვენკენ. არკანის სამართლიანობა. პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ აქ თქვენ სამყარო გაგვირდებათ, ძალიან ინტენსიურად აკვირდება სამყარო და სამყარო ისეული ძალები თქვენს გადაწყვეტილებებს, თქვენს ნაბიჯებს, იმას თუ როგორ ექცევით საკუთარ თავს, როგორ ექცევით ირგვლივ მყოფებს. ოჯახში თუ რაიმე სახის პრობლემები იყო, ეს პრობლემები აუცილებლად დაიწყებს მოგვარებას, მეგობრებო. ასევე დავამატებთ იმას, რომ ახლა თქვენ შესაძლოა თავს გრძნობდეთ ფუნდამენტის გარეშე, გრძნობდეთ თავს ისეთი თქოს რაღაცეები არის თქვენთვის შეუძლებელი, განსაკუთრებით კარიერის ან ფინანსების სფეროში და აქ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, უბრალოდ რაღაცეებს სჭირდება დრო და ცოტა მეტი ან ცოტა უბრალოდ სხვანაირი მონდომება. აქ ყველაფერი თქვენს რეალობაში განვითარდება მაქსიმალურად სამართლიანად და სწორად. ასევე აქ მოდის ასეთი შეხსენება, რომ არ დაარღვიოთ ბალანსი. ყველა სხვადასხვანაირად გაიგებს ამ მესიჯს სამყაროსგან და ასეც უნდა იყოს, უბრალოდ, დაარღვევთ ბალანსს. ასეთი მესიჯია. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.